იცემდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება იმედზე დამთავრდა თურქული სერიალი სილა და დაიწყო მაგდა ვასაძის გლოვა. ეს ისე რომ იცოდეთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სააღდგომოდ დაფიქსირდა სასწრაფო დახმარების 276 გამოძახება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზნით. ამ 276 გამოძახებიდან 200 გამოძახება მოდის მე და გუფიზე. ანუ ჩემზე მოდის 6 და გუფიზე 194. ესე იგი როგორ იყო სიტუაცია? მოკვდებოდა გუფი, მოვიდოდა სასწრაფო, მოიყვანდნენ აზრზე, იგზნობდა თავს უკეთესად და აი ახლა ვიწყებ მე კეიფს იტყოდა. და ეს მოხდა 194 ჯერ ხალხო. გილოცავ გუფი რო ცოცხალი ხარ წეს. ძალიან დიდი მადლობა. ასევე ქალაქი თბილისი სააღდგომოდ დაცარიელდა ჩამოსულები წავიდნენ თავთავიანთ რეგიონებში და ქალაქში დარჩნენ ძირძველი ირანელები, ინდუსები, ჩინელები და თურქები. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის 28 დეპუტატს ბოლო 1 წლის განმავლობაში არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ანუ ჩუმად არის ხალხი, ეს 28 დეპუტატი განცხადებას არ აკეთებს 1 წლის განმავლობაში. მაგრამ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ როდესაც ნიუტონი იყო ინგლისის პარლამენტის წევრი, თურმე ერთადერთხელ მოითხოვა ხმა და ისიც რა თქვა, იცით? ფანჯარა დაკეტეთ, უბერავსო. ხო და ამ ჩვენ პარლამენტში არც ერთი ფანჯარა არ იღება და არ იკეტება და რატო შეიწუხოს თავი ამ 28 კაცმა, რატო ამოიღოს ხმა? ან მოითხოვოს ეს. ჩვენ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს აუგორეს ესეთი ჭორი, რომ ძალიან ბევრს ხარჯავსო სუფრებშიო. ანუ სტუმრები რო ჩამოდისო, უშლის სუფრასო და ძალიან ბევრი იხარჯება ფულიო ამ სუფრაზეო და მოკლედ დიდი ამბავია ატეხილი. მე შემიძლია გითხრათ, რომ რა უნდა მოხდეს, რომ ეკონომია გააკეთოს სახელმწიფო. ხადურის მაგივრად ფინანსთა მინისტრის ადგილას უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც ხადურზე გაცილებით უფრო ცუდი ჭამის მადა აქვს. აი, თქვენ თვითონ იბრძელეთ. გაიხსენეთ ხადური, ვითომ აქ დგას და შემოვხედეთ მე. თან რას გავაკეთებ მე ახლა, როგორ გავაკეთებ ამ ეკონომიას? იმ სუფრაზე თურმე ყველაფერია, მათ შორის არის ნიგზიანი ლობიო, ზეთისხილი, ბადრიჯანი. მე მაგალითად ლობიო მიყვარს უნიგზო. აი აქ 40 თეთრი დაიზოგა უკვე. ზეთისხილს საერთოდ არ ვჭამ, ესეც 2 ლარი. ბადრიჯანი ცხოვრებაში არ მიჭამია. ესეც თქვენი ლარი და 90. ეს ერთ სუფრაზე და მე ახლა ასე მინისტრად 1, 4 და 5 სუფრით ხო არ მოვალ. მე ვარაუდობ რომ მოვალ 15-20 წლით. ეხლა რომ გადავამრავლოთ ეს ყველაფერი 15-20 წელზე მე დავიანგარიშეს სხვათაშორის გამოდის 27,000 ლარი. 27,000 ლარის ეკონომიას გააკეთებს სახელმწიფო და შეიძლება რომ ეს თანხა მოახმაროს სტრატეგიული მნიშვნელობის საგნებს და მაგალითად შეიძინოს ჯიპი ჩემთვის. გაზზე მე თვითონ გადავიყვან.
გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა ღამის შოუს მუსიკალურად აფორმებს გუფი ლენდი და მაგდა აიშა ვასაძე. მივესალმოთ მეგობრებო ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ტიერი ანრი ჯოხაძე და სალვადორ დალი ჩიტალაძე. და რუბრიკის სტუმრები არიან ანრი ჯოხაძე და დალი ჩიტალაძე. არა, საიდან იცი რომ მე ზედმეტი სახელი სალვადორ დალის მეტახმე. მე ყველაფერი ვიცი. მე ყველაფერი ვიცი. შენ ხარ გეძახიან ტიერი ან? არა. აბა რას გეძახიან? ზედმეტი სახელი რა გაქვს ანრი? ხოცურს არ მაქვს. არა. ხო დღეიდან იყოს ტიერი ანრი. შვენიერი ფეხბურთელი იყო. რა ვიცი, არ შემიფერა. ფეხბურთი არ უყვარს. არაფერი შუაში არ არის ჩემთან. არა, ხო, არა. არ მიყვარს, არა, უბრალოდ არაფერი შუაში არ არის. აჰა, სალვადორ დალი უფრო ახლო. აი დალი რა თქმა უნდა. რაღაც პერიოდი რომ ცხოვრობდი ამერიკაში, ჩემი სახელი დალი, ესეთი, მე ვთქვი, ეს ჩემი გვარი არის, ეს არის ჩემი პირველი სახელი, მე ვთქვი, ეს პირველი ქვია, first name. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ასე უხსნიდი რომ ის დალი არა ვარ. მაგრამ მე რომ ამერიკელი ვიყო, დალის უფრო მარტივად ვიტყოდი, ვიდრე ჩიტალაძეს. ნუ, აი ჩიტალაძეზე იყო ხომ ენის ტეხვა მოკლედ. ჩიტალაძე, რთული გვარია. ჩიტალაძე, ჩვენ გვყავს ესეთი რთული გვარის ხალხი, მაკალათია მაგალითად. ეს გადასარევია. კარგი. მე ვიცი რომ დალის რო თქვა ესე იგი მოდის პულსზე გიჭირავს ხელი, იცი რა ხდები? გიჭირავს, ხო, დაახლოებით. გადარჩება ჩვენი მოდა. კი. არა, გადარჩენილია და გადარჩება, კი. გადარჩენილია ეხლა? Second hand-ი გადაარჩენს ქართულ მოდას. მე ვატყო. ანრი მეორადში გიყიდია რამე? რა თქმა უნდა. მაგალითად? გეტყვი ადრე რა ვიყიდე. არა, სულ ახლახანს კლიპისთვის რაღაც დამჭირდა და შევედი აი კარგი იმასავით კლიენტივით ვარჩევდი რაღაცებს. ადრე მაქვს ნაყიდი სხვათა შორის აღმოვაჩინე ნამდვილი ვერსაჩეს რა თქვია სვიტერი, ხო? ოჰო. სვიტერი ყია? ვიყიდე უპრობლემოდ და მეც ვარ კარგი ახალს მადლობა. რომ მეორადებში ძალიან კარგი რაღაცები აქვს. ხო, მას მე არ შემხვედრია ვერსაჩე, რაც გარდაიცვალა second hand-შიც გაქრა. ისე შენ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ეს ხელთათვალები მოგეწონა. აგეთი იმიჯია. ხო, რაღაც ადრე არ ეხა დადიხარ ჰერცოგ დეგიზის ვიძე. მოწონს ახალი და ბევრი გაქვს. არა, რატოა ცუდი, არა ჩვეულებრივია, უბრალოდ ვიკითხე რომ რა. იცი რა, მინდა რომ გამოვირჩევოდ, ხელით მაინც გამომარჩევთ. თავით ვერ გამომარჩიეთ, ქერად რო ვიყავი, შეღები და ხელები. როგორ ისაძლევს ასე ხელთათმან იმდენად გამორჩეულია რომ ახლა ხელთათმანები რატო ანდრე? არ კარხასიაძე მაყენო ჩვენ შენ ხმითაც გარჩევთ. აბა. რასაც ვერ ვიტყვით სხვა ადამიანებზე. რა ვიცი. მოდაზე კიდე კითხავ ხო შეიძლება? კი ბატონო. ბრუნავსო მოდაო. დიახაც ბრუნავ. ამბობენ ხო? ანუ 5 წელიწადშიო შეიძლება დაბრუნდესო, რაც ადრე იყო მოდაშიო, ანუ ეს სიმართლეა? კი, სიმართლეა, იმდენად ბრუნავია ჩვენი მოდა, რომ ბოლო 11 წელიწადია, ბევრი არაფერი არ დაბრუნავდა, ერთი და იგივე მეორდება, ერთი და იგივე. ანუ 7 წლის წინ რო ვიყიდე ეს კოსტიუმი, ესე იგი მაგარი მოდაში ვარ ეხლა. ძალიან შურს კაცების, იმიტომ რომ თქვენთვის უფრო ადვილია მოდური ჩაცმა, იმიტომ რომ ახლა კლასიკურ პიჯაკს მოდა არ აქვს, არის და არის. არ იცვლება, მართლა დავუშვათ ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი ამას ნახე რა ბანძი რაღაცაცია, შანსი არ არის მაგისი? არა. კარგი, კარგი. შენივრად გამოიყურებით ამ პიჯაკში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
აი მე თუ შემიძლია დიზაინერი გავხდი. ადამიანს საერთოდ შემოქმედება. ცეკვა რო შეძელი იმის მერე ყველაფერს ჩაიდენ შენ. იცი როგორ გულშემატკივრავდი რომ ეს არ გავარდნილიყო? ნამდვილად მაგას ვერ დავიჯერებ ცეკვებში, მაგრამ სიმღერაში თორე ცეკვებში ერთი სული მქონდა რომ მოვიშორებდი. იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი კონკურენტი ანდრი იყო. კი, მე მაინც გამიჩალიჩეს. აი მე მაგალითად შემიძლია რომ აი რა შევკერავ მაგალითად კაბებს არა, შეკერვით ახლა მე არ ვიძახი რომ არა, ასე დავჯდები კი არა, დავხატავ და რაღაცა. შეიძლება დახატო, აი შენ როგორიც ჩავაცვავ, გავხდი არა? შენ როგორიც მოგწოს მაგალითად აი ქალი ჩაცმული, შეგიძლია ესე დახატო და მე სწხოვო დიზაინერს და შეგისრულოს ეს ყველაფერი. და თუ გახდილი ხალი უფრო მომწონს? ნუ ახლა მაგას მე თვითონ შევასრულებ, რაც მინდა დიზაინერი. რაც მინდა დიზაინერი. ის სიმღერა მომეწონა თქვენი. ვახტანგ ჩეულიშვილს რომ მიუძღველით. აგური, ტალახი. ბაიბე, რაც მაგ სიმღერაზე მე ტანჯვა გადავიტანე მოკლედ, არც ეს სიტყვები სანამ გავტეხე, კიც მაცურიც ვიცი მე. ის რომელი სიმღერა იყო, შენ რო ყვირავდი დალიან მღერდაო? ის ქვია, თვარეო. თვარეო, ხო. კიც მაცურიც ვერ დაიმო, კიც მაიწვდი. აი, და მე სამ დღეში გავტეხე. კიც მაცურიც, ხო, კიც მაცურიც ვიცი, ჰეი, თუ კიც მაცურიც ვიცი. კიც მაცურიც ვიცი. კიც მაცურიც ვიცი, ჰეი. კიც. სიმღერებს თქვენ თვითონ არჩევდით, ამას ვეკითხები ყველას. ერთობლივად. ხო, იმიტომ რომ ანრის პრინციპში დალიზე ვარგებდი, ანუ ჩვენ დუეტზე ასე იყო ყოველთვის, რომ ანუ რაც დალისთვის იქნებოდა. როგორც ცეკვებში შენზე და ჩემზე არგებდნენ, ამ შემთხვევაში. კი, არგებდნენ, კი. არგებდნენ და რა ვიცი. კი. არგებდნენ და აგვაგეს ბოლოს. კი. კარგი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ აუცილებლად იმღერებდი ფრედი მერკურის, მაგრამ ეთქობა ვერ მიხვედი იქამდე. მე ვიცი რომ შენ და მე რა უნდა მემღერა ფრედი მერკურში? გიტარაზე დაუკრავდი. გიტარაზე დაკვრა ნამდვილად არ შემიძლია. ნატო, გასწავლიდან დალი, კარგი, ფონოგრამაზე დაუკრავდი. ცოტას დაიხვევდი თმებს ასე და ბრაიან მეისვიძე და გიტარაზე დაუკრავდი. საკმარისად ძალიან კარგი შოუები დავდგე, კი, მე ძალიან მართლა გულშემატკივარ და მართლა მართლა საინტერესო წყვილი ვიყავით, იმიტომ რომ თან მithumetes ბოლო ხალხი ძალიან ხალისობდა. მე განსაკუთრებით ხალისობდი ანრის კომენტარებზე. მოენატრებად ჩვენ და სხვა შორის ჩემს კომენტარებზე ხალისობდი, როდესაც აი პრომოებში მეტყველებდი. კი, ძალიან, არა. შინელებები. არა, ლაივშიც არ აკლებდი. პრომოს კიდე ამოიჭრდი, არა, ლაივში ხან დუტამ წამართვა მიკროფონი, ნუ იცის სადამდეა ჩემი ზღვარი, ამპლიტუდა, ზრდილობის და იქ მე ხუთ საგერგელი მეშლება და მთელი სასქესო ორგანოები რაც კი არსებობს დედამიწის ყველაფერი პირიდან ამოვდის და არა, რაც კი არსებობს, ანუ რაც ჩვენ ვიცით, იმის გარდა კიდე არსებობს. არა, ნუ ეს ვინმეს უნდა გადაეღო, ოღონდ გახმოვანებით რა თქმა უნდა ჩვენი რეპეტიციები. აი იქ ხდებოდა თუ. სხვა შორის რეპეტიციები გაცილებით საინტერესო და სახალისო იყო ვიდრე შემდეგ შოუ. დადიოდი რეპეტიციაზე არ დადიოდი. არ დავდიოდი. ახლა ჩემ პროფესია ცეკვა მეზარებოდა ხა ჩემგან როგორ გამოვიდოდა. მეზარებოდა არ ქვია იმას. არ დავდიოდი. საწოლით მოქონდით. როგორ მარტო მე რო ვიღაცის ზარმაცობა გამიკვირდება, ცეკვა მე ამასთან შედარებით ვიყავი ფრედ ასტერი. მონდომებით მაინც. არა, ხო იცი ამას ზედმეტ სახელს? არა მაქვს ზედმეტ სახელი. არა, რუსამორჩილაძე ეძახის ამას. სიცილის ანგელოზი. ისი? სიცილის ანგელოზი. სიცილის ანგელოზი. მართლა როდის მეძახს? თუ ეხა მოიგონე დალი. ეხა მოიგონე. მე არ მოვიგონე, აბა კითხე. დალი, გეხვეწები ანგელოზებზე შტაბ-ეშტილებას ნუ წამიხთენ. მართლა საყვარელი წყვილი იყავით და ხალხი რას წერს ამ შოუზე ხო? მე უკითხავ ხოლმე. კომენტარები გააქვს ჩვენზე იწერებოდა ყველაზე ბევრი კომენტარი. კი, მაგრამ მე მაქვს ყველაზე საღადაო კომენტარები იყო ჩვენ წვილზე. აბა, მე მაქვს ის რაც აი ნაკლებად ცნობილია რა. ანუ ხა რაც ყველა მიცის. ხო, არა მარტო თქვენზე სხვათა შორის. აი დავიწყოთ. ანრი ისე მოიმატა წონაში რომ ჯოხაძე კი არა მორაძეა უკვე. მართალია. კარგი. შემდეგი ნახე, ეს კონტრიძე ნიახური ხომ არ არის მეორე დრო მოვიდა. ამას ალბათ რომ გულისხმობენ რომ წავიდა სამოქალაქო სექტორში და რომ დაბრუნდა ისე.
ყველაზე მაგარი. აბა. კონტრიძის დაბრუნებას როსტო დაებრუნებინათ. სად? მოიცა ხა კონტრიძე ძალიან ობიექტური ჟიმის არის. როსტოს ფანია ვიღაცა და წერს, რომ დააბრუნოთ კარგი, რაშუაში კონტრიძე და როსტო, ნუ კაი. ნუ იმას როსტო უფრო მოწონს. კაი. ეხა კაცია და გუნება. გააგრძელე. თუ შეამჩნიეთ. ზაზა ფაჩულიას ბოტასი უფრო გრძელია ვიდრე კონტრიძე. ამდვილად. ეს ზურაყიფშიძე რა კარგად გამოიყურება მრავალწერტილი უი გიორგი ყოფილა. გოროტია ეს ხალხი. და კიდევ ერთი დააბრუნეთ 53 სკოლის დირექტორი. ვინ ესე იგი ჩვენ მე და ანდრე? არ ვიცი, თქვენ ხართ ის ტვინი როა წაღებული, თქვენ ხართ 53 სკოლის დირექტორი, მე თქვენ დიზაინერი მგონი ხართ და დიზაინერი როგორი ხარ? არის ის. დიზაინერი. არის. მოდის ბიზნესის, მოდის ექსპერტი. ბოდიში, ყველა დიზაინერი ამ ქვეყანაში და თქვენც რო იყოთ რა, ერთუთ. არა, არ მინდა. კარგი. გადამცდა წყალი. მეტი არაფერი არ იყო, იმაზე არ წერია არაფერი, აი რელიგიურ დღესასწაულებზე ყოფობდნენ პროექტში ხარ? არა. ეხლა ნახე, ამას დავანებოთ თავი. ჩვენ პირდაპირ აღდგომას გამოგვაგდეს. რა ვიცი. აღდგომას გამოვარდით, თქვენ არა აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. მეორე დღეს. ანუ მიცვალებულთა დღეს. ხო, წინა ტურში. ორი კვირის წინ, ხო? დატოვეს, აი დღეს ხო ხარებაა. აი ეს ხო მარტო საქართველოს ქართულ ჟიურის დაემართება. დღეს ხარებაა და მოდით ეს ორი წყვილი დავტოვოთ, ცოტა სადღეგრძელო ყანწი გამოვიტანეთ რა. იღლები. რა ხარება, რა შუაშია 2 ვარსკვლავი, 6 ვარსკვლავი. მაგრამ აი ჩვენ პირდაპირ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მოგვიხსენიეთ 10 არა, ეს ნამდვილად ორივე სურვილი იყო მე და ანდრე სურვილი ესე. რო გავარნილიყავით? რას ლაპარაკობ? არა, მაგის ამ. ახლა ეგრეა და. მეგაპროექტებზე მინდა ვისაუბროთ. მეგაპროექტები. ძალიან ბევრი მეგაპროექტი არ არის საქართველოში. ხო, რა ვიცი. ხო იცი იმან გამოიკვლია აირაი და NDI რო არის კიდე. რა გამოიკვლია? აირაი, NDI, აირაი და ესეთი ხო არის ძალიან ბევრი. კი, მაგალ. ხო, რო რამდენიმე წლის მერეო 20%-იო ქართველებისო იცხოვრებსო სოფლათო, 20% ქალაქად და 60% მეგაპროექტში. კი. რა გინდა კაცო ერთობა ხალხი? არა, ვიკითხე უბრალოდ რომ რა სიტყვით თქვენ ბევრი მეგაპროექტი ხო არ არის ხო? იცი რა არის, მეგაპროექტი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ვარსკვლავია ამ პროექტებში. და აი ცოტა რა ვიცი. ანუ შენ არა, ბევრი ვარსკვლავი რო ყავდეს საქართველოს რა, ბევრი რა. რომელი გინახავს ამ მეგაპროექტებით გავარსკვლავებული დალი. არა, მაგაში გეთახმ. ყველაფერს ვარსკვლავი, ორი ვარსკვლავიც ეკვამენ ვარსკვლავი. ყველაფერში ვარსკვლავია, რა ვიცი. მართალი ხარ, აი მაგასთან დაკავშირებით იწყება ემიგრანტებისთვის 3 პროექტი. რა? ქართველი ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. ვარსკვლავები ვახსენეთ. კი ბატონო, იქაც ასე ეძახიან. რუსეთში დაათვრე ვარსკვლავი. საბერძნეთში მოუარე ვარსკვლავს. და ავსტრია იწყებს ქართველებისთვის პროექტს გაქურდე ვარსკვლავი. ყველაზე მეტი ქართველი თურმე ავსტრიაში ზის ევროპის ციხეებში. ხო. წარმოგიდგენ. აი ახლა ნუ გადაკავს რაღაცა. ცეკვავენ ვარსკვლავები რო იწყება, როგორი გადასვლა? რა სიტყვით? დალი ხო არ გინდა მიიღოთ მონაწილეობა ცეკვავენ ვარსკვლავებში? რათა? რათა, იმიტომ. რატო? მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ცეკვა გაცილებით კარგად გამოგივა ვიდრე სიმღერა. არა, სიმღერაც ფანტასტიკურად გამოგდიოდათ, მაგრამ ცეკვა რატომ გონია, რომ მაგრა იცეკვებთ თქვენ? არა, ნამდვილად არა მაქვს სურვილი. ნამდვილად არ შემიძლია. თორე იცეკვებთ? ეზარება, როგორ არ შეუძლია ეზარება. არა, შეძლებით ყველაფერი შეიძლება ადამიანმა შეძლოს თუ მოიწონოს. მე ხო მეზარებოდა ცეკვა. დალისაც. ცეკვავენ ვარსკვლავებში უკვე მომწონს ერთი წყვილი. ანი ჯაჯანიძე და გია ჯაჯანიძე. არა, ანი ჯაჯანიძე და ლედი გაგა პენსიაზე. ლედი გაგა პენსია. კარგი. ის გაიგუდა ციცი.
ან ჯაჯანიძე და ლიდია პენსიას ვარ. იქ ხოსე გამოაცხადებენ. მე რატომ მომწონს იცი? მოაცხადებდნენ ხოლმე ოთარ დადიშვილი და მზიარო დაშვილი სამბა რაღაც. ასე სხვა ვცეკვავდი ხოლმე როგორც წესი. აქრო გამოაცხადებენ. გია ჯაჯანიძე და ანი ჯაჯანიძე, ჯაჯაჯა. ჯაჯაჯა. ის გოგო გათხოვდა იმის მერე ბავშვი კი ძალიან და მეორე სეზონშიც ცეკვავს. მეორე სეზონში ცეკვავს. ვისთან ცეკვავს ხო არ იცი? ვისთან ცეკვავს? არ ვიცი, ვიღაც ვარსკვლავთან. არ ვიცი. მე უბრალოდ აი რახან ცეკვავენ ვარსკვლავებს შევეხეთ ერთსაც გეტყვით და ამ თემაზე დავასრულოთ საუბარი. მე ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი პროექტია. ახლა როგორ შეიძლება მე აღუშემადგივრობდი ამ პროექტს და ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია რომ ზია ორველაშვილს ეღირსა ახალგაზრდა კაცთან ცეკვა ამ პროექტში. რო ისთან არის. ოთარ ტატიშვილის და კუზანოვის შემდეგ ცეკვავს რეპერია თიელი მომღერალი. ახალგაზრდა ბიჭია და ეღირსა ამ გოგოს ბოლო-ბოლო არ ჩააგდება ხა. ვიცი ხა შენ. ძიმე არ იქნება მისთვის? ძიმე არ იქნება, მაგრამ ახალგაზრდაა, დალი წაყვება. რატო ხა ახალგაზრდა შენ რა ვერ ჩაუმტრია ქიმები? თუ რა იყო? კი, მაგრამ მაგიტო ვამბობ რა. არა, მე მქონდა, ასე ვთქვათ, სუნთქვის უკმარისობა მქონდა ხოლმე ცეკვის ბოლოს. კუზანოვს თავის გაკეთებული რაღაცეები ძრებოდა. აი, ახლა გაჩვიდრული კუზანოვს თავი. და რაღაცა ეხა ეს გოგო ერთხელ ხომ უნდა გაიხაროს კაცო. შენ არ იცოდი ხო რომ ესეთი გათახსირებული ადამიანი ვიყავი? დიენა გაკ. ჩემ მეგობრებს დღეს ის არ აქვს რა. კუზანოვი ჩემი მეგობარია, კოლეგაა ჩემი. კუზანოვი ჩემი მეგობარია და მეფარდი ჩემი. გადაცემის მერე ხოლმე მიდის იმასთან იკეთებს თავზე წესრიგებს მე რომ მოდის. მე თქვენზე ამბობს? არა კაცო რა მოხდა მე? ახლა როგორ ჩამოთხელებულია? ჩემი მეგობარია კუზანოვი, მაგრამ ახლა ასაკოვანია ჩემსავით, რა ვქნა? დააგცხა ხო ხედავდა, გაიხადა ეგ ხელთათმანები. არ დამცხა. ძალიან საინტერესო რუბრიკა გამოვიდა, რუბრიკა რომელსაც ტიერი ანრი ჯოხაძე და სალვადორ დალი ჩიტალაძე ერქვა. და სტუმრად ყავდა უშვენიერესი, ულამაზესი, უნიჭიერესი დალი ჩიტალაძე და ასევე შვენიერი, საყვარელი, მსუქანი ჩემი მეგობარი. რატო ვარ მსუქანი, კაცო რა რატო? საყვარელს რატო არ აპროტესტებ? დალი და ანდრი, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია სლემდანკი. და რუბრიკის სტუმარია ზაზაფაჩულია გთხოვთ. ადაკიდა ესე დიდი ხო ეს სპეციალურად მაქვს ხოლმე ეს სპეციალური სტუმრებისთვის რომ ხელი კარგად ჩამოვართვა სხვათა შორის მეორეჯერ გამოვიყენე შენამდე თეონა კონტრიძეს დავხვდი ასე ონის ის დადგა ხო ოღონდ ის დადგა ხო ოღონდ ის დადგა რაღაცა ტრამვის ამბავი ქონდა და ხო ყველაფერი ნორმაში სახლ შავაბარი ანუ ნაკრებში ხო დაგვიბრუნდები გეგმაში ეგ გვაქვს ხო თუ გამომიძახეს რაო თუ გამომიძახეს თუ გამომიძახესო, ეხა ეს იცი ეხა რა იგივეა მესიმ რო თქვას რომ არგენტინის ნაკრებში თუ გამომიძახეს წავალო. ეს იგივეა, არ მეთანხმებით ხალხო ტაში დაუკარით, კაცო. რას ლაპარაკობ?
მე ძალიან მადლიერი ვარ ხოლმე ჩვენი კალათბურთელების, ჩვენი ნაკრების და მე რა ვიცი დარწმუნებული ვარ რომ შენ რო ყოფილიყავი ევროპაზე კიდევ უფრო მეც და ის ცოტა რაც დაგვაკლდა თუნდაც იმ სლოვენიასთან, თუნდაც იმ ხორვატიასთან ზაზაფაჩულია რომ ყოფილიყო იმ თამაშს მოვიგე ის აი ის ცოტა იყო ზაზაფაჩულია ხო მეთანხმებით რაც დაგვაკლდა შენ ახალ კლუბში ხარ მილუოკიში ატლანტადან ახალი არა პრინციპი ძველი დაუბრუნდი ძველი ახალი კლუბი ძველი ახალი წელი გვაქვს და ძველი ახალი კლუბები NBA-ში ასე იციან ძველი ახალი კლუბები მილუოკიში შეცვალეს პარკეტი დარბაზში ხარ ხო მე მინდა გითხრათ და ის ძველი პარკეტი რაც აყარეს ზაზა მიყიდა და გამოაგზავნა აქ დიდუბის მანეჟისთვის მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ზაზას ამისთვის ეს არის საქმე ქართული აბა ის არის მარკოიშვილი თურქულსერიანებს რო აგზავნის სტამბოლიდან გალათასარაიდან იაფად ყიდულობთ იმიტომ რომ კარგი პლეიოფში ვერ მოხვდით სამწუხაროდ ვერა 6 წლის მერე ანუ 6 წელი ზედიზედ პლეიოფში გავდიოდი და ეს ზუსტად ეს პერიოდი იყო ის დრო როცა ვთამაშობდით უკვე პლეიოფები და ჩემთვის ყველაზე საყვარელი დრო ეს იყო პრინციპში სეზონის განმავლობაში რა იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება ну პრინციპში ამ მომენტისთვის თამაშობთ ამ 82 თამაშობ პლეიოფში გახვიდე და სამწუხაროდ წელს ვერ ვიwashკაცეთ როგორც გუნდმა და რაღაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იყო ხო კლუბის ბოლო 20 წლის განმავლობაში და ჩემი პირადი კარიერაში მაგრამ ნუ ამას მიზეზებიც ჰქონდა მაგრამ ამას გამოვასწორებთ აბა რა მომავალს კი კაცო ამას გამოვასწორებთ ახლა ბევრი დრო გაქვს პლეიოფები არა გაქვს სათამაშო და ცეკვანურას კლუბებში ხო არ გამოხვიდოდი ასე ერთად მქონდა მცდელობა დავდიოდი მე ცეკვაზე იყო ეს დრო და გამომაგდეს იქიდან იმიტომ ჩემს სიმაღლე ეს პარტნიორი ვერ იშოვეს და გამომაგდეს ასე რომ მეოჯე ეს ამ შეცდომას აღარ დაუშვე ცეკვაზე იქიდან გამომაგდეს ხო არა უბრალოდ იცი რა ისეთი იქნებოდა რა მართლა შეივსებოდა ის ნიშა იმიტომ რომ ცეკვანურას კლუბებში ახლა მცველი ყავდა პოისა ტოლიკა ცენტრ ფორვარდი ალკოლია არასდროს ცენტრი როგორც ასეთი მძიმე ფორვარდი ყავდა გია სურამელაშვილი არა მან დრაშია საქმე იცი თვითონ კი არ არის მძიმე იმდენი რამე კიდია რომელიც ამ მძიმე ფორვარდებს ხო ხო და მძიმე ფორვარდი იქნებოდა ხა მაგასთვის რას ლაპარაკობ ხა შენ წარმოგიდგენია კალათბურთს თამაშობ თელი ცხოვრება 14 კილო ოქრო რო დაგეჯახება ხო ჯერ ხო დაგაბრმავებს მისი წინვალება ხო რამდენი 16-ო გუფი აი დაათვლილი აქვს იმიტომ 2 კილო თვითონ აჩუქა ფანია ეს გია სურამელაშვილის ფანია გია უყვარს და მერლინ მენსონი სხვა შორის ძალიან მაგარი ბენდი ყავს მომისმენია ამათია ხო რამე ერთი რაღაცა მილუოკიში რამე გახურებაზე რომ გავჩითოთ ესენი არ გამოვა შენ გამოუშვი და მე იქ მივხედავ ამათ ანუ შენ გამოუშვი ცუდი ნათქვამი ესე იგი მე დავრჩი აქა ვიდო გადაწყვიტო თუ წამოგიყვანენ ამაზე ვიძახი ძალიან მაგრები არიან არის მე გეტყვი სოსოს მაგივრად წამოვა არა მაგრამ ძალიან ბენიერი ვარ რომ ეს მომიწვია აქ და იმიტომ რომ მე მგონი მთელი საქართველო იყო ამ გადაცემას ჩემს გარდა და ძალიან ბენიერი კი მეც მიხარია რომ არა სულაც უნდა გადავიყო და დაუნტკიცო ხალხს რომ ვიყავი შენ ხო აბა ტელევიზორს ვინ უყურებს კაცო მოდი ეს არის ეთერში გადაღებული პირდაპირ ეთერში გადაღებული ფოტო და სოსოს მაგივრად მე მოვდივარ აზრი არ აქვს მანდ ვინიჯდება მაინც არის მიშენი დაკრული მაგრამ დავждები მე ის ვიცი გახურებაზე და ტარამ ეგ ჰოკეიზეა ფეხი აი შორის აი ზუსტად კი ეგ ვიცი დედას ვიცავ ტარადანა მოდულაცია ქვია მაგას ბიჭო აზზე რო არა ერთი და იგივე უკრავ მოდულაციაში უხ შეგენაცვალე კარგია ზედმეტსახელი არ ქონა არაფერი კლასში არა ზაზას მეძახდა უბანში ბიჭები კლასელები ანუ სიმაღლის გამო ზედმეტსახელი რა გასაკვირია მე მყავდა კლასელი 216 სანტიმეტრი იყო 202 მეტრი და 16 სანტიმეტრი ანუ რა და ზედმეტსახელი ქონდა ხრუშოვკა იმიტომ რომ ხრუშოვკაში ხო 2 და 20 და 2 და 30 ანუ 2 და 16 იყო ანუ ეს იყო ცოტა დაბალწერიანი ხრუშოვკა იყო შენ არ ქონდა ზედმეტსახელი არა იმიტომ რომ მე ხო 14 წლის წავედი აქედან საერთოდ 2 და 10-მდე არ მესულა და
2 მეტრი წავედი. 2 მეტრი წავედი, დანარჩენი იქ აიყარე. იქ ავიყარე, ხო. იქ მე მახსოვს. ხედავ მაინც ქართული ჰაერი უფრო გზდის ვიდრე უცხოური. რა თქმა უნდა, აქ 2 მეტრი გაიზარდე და იქ დაამატე სულ რამდენი? 10 სანტიმეტრი. 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრი. გეუბნებით რა, არ გვინდა ეს ნატო მეთქი და არ მიჯერებთ არავინ რა. ხო ხედავ, ნახე რა შეჩუმი ჩამოვარდა შეხედე. ხო. მოკლედ. ხო, რა მინდოდა მეთქვა კიდე? მე მახსოვს შენი პირველი, მე რაც მახსოვს, თორემ მე არ მოვახრო ეს იყო პირველი, აი ადრე ბელორუსიის ნაკრებთან სულ პატარა იყავ. კი, პირველი თამაში იყო. პირველი თამაში იყო, ხელში აყვანილი რომ გამოგიყვანეს იმიდან, მოედნიდან. მე მახსოვს ეგ თამაში, აი როგორი გზნობა იყო. წამოიგე იყო პირველი თამაში და ნუ პირველი თამაშის მერე რომ ესეთ ნაკრებში იყო ზოგადად გაჩვენეს მაყურებელი და შენი ხალხი და შენი გულშემატკივარი უკვე მივხვდი რომ ძალიან ესეთი ხანგრძლივი კარიერა მექნებოდა ეროვნულ ნაკრებში და იმის მერე სულ ყოველთვის გული და სული თუ დგები ამ საქმეს და პატეჟეს აი რამდენი წელი დიდი ხანი გავიდა ამის მერე და მინდა რომ იმ ხალხს ვინც უცხოები იყვნენ სულ ვინც ამიყვანა ხელში და მინდა რომ დიდი სიყვარულით მოვიკითხო აქედან თუ გაიყარო სამაგიეროდ ამერიკაში გაქვს ზედმეტსახელი აბა რას გეძახიან big z როკი ბალბოასაც ხო გეძახიან ხო ეს ნუ ეს ჩხუბის მერე მანამდე ბიგზი დამიძახეს ასე ორიგინალი შე რატო გაიგდე ის კაცი რა გინდა გითხრა რამე ისეთი თუ ნერვებზე აღშალა რაღაც შეეშალა რა მე იმ დღეს ვეძებ ხოლმე სულს აზა მაინტერესებს აი ლეგენდა დაუშვათ როგორ პირველად მუსიკა ვინ დაწერა პირველად რა მოხდა როგორ და მივაგენი ლეგენდას როგორ შეიქმნა კალათბურთი ესე იგი როგორ ყოფილა მომისმინე იყო ასეთი მითი რომ ღმერთმა გადაწყვიტა რომ შეექმნა სპორტი გამოიტანა ეს სპორტის სახეობები და დააწყო პირველები მივიდნენ ინგლისელები. ეგრევე დაითრიეს ფეხბურთი და რაგბი. ნუ სიფთაზე მივიდნენ და 2 წაიღეს ამიტომ რა. თუმცა მერე გაუნაწილეს ფეხბურთი სხვებსაც, მაგრამ ნუ თავიდან მათ წაიღეს. მივიდნენ კანადელები. წაიღეს ჰოკეი. ჩინელები მივიდნენ, თავიდანვე არ ქონდათ გემოვნება, პინგ-პონგი მოეწონათ და წაიღეს. ინდოელებმა ჩვენ ის გვინდაო კანადელებმა რომ წაიღესო, ოღონდ ბალახზე რო იყოსო და ბალახის ჰოკეი წაიღეს. არა, კრიკეტი წაიღეს პაკისტანელებმა, თურმე და მერე ინდოელებმა აჯობეს. ხო. და მივიდნენ თვრალი ქართველები და სომხები. და ესო რა არისო, რა სპორტიაო დარჩენილი. რა ვიცი, რაღაცა კალათ არისო და ბურთი უნდა ისროლო. ეს გვინდა ჩვენო ქართველებს ვთქვათ. კეიფობდნენ ერთად ქართველები და სომხები, რა, მაშინაც მეზობლები ყოფილვართ. არაო ჩვენ გვინდაო სომხებმა. არაო ჩვენ გვინდაო და დაიწყეს ჭიდაობა ამ კალათბურთის გულისთვის. მერე ეს ჭიდაობა მოეწონათ და ის დაიტოვეს. ამასობაში მოვიდნენ ამერიკელები და ჩვენო ისავართო რო აღმოაჩენენო ის ქვეყანაო. და მერეო რო განვითარდება ეს ქვეყანა და სოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყანა და ჩვენ წავიღებთ კალათბურთსო და წაიღეს, მაგრამო რადგანო ქართველებმა დაგვითმეთ ჩვენ კალათბურთიო ხო უკვე მაგარი ლეგენდაა ჩვენ რო დავუთმეთ ამერიკელებს კალათბურთი და ჩვენო ჭიდაობა დაიტოვეთო აი ამის საფასურათო წელიწადში თითო შავკანიან გამთამაშებელს გამოგიგზავნოთ აღარ შეიძლება რომ გავწყვიტოთ კონტრაქტი, აღარ გვინდა. აღარ გვინდა გავწყვიტოთ, რა ვიცი, ხა მე ასე ახლოს არა ვარ და ამოწერილი მაქვს სტატისტიკა შენი ზეპირათაც უნდა ვიცოდე შენი დონის კალათბურთელი რამდენი ყავს ქვეყანაში, მაგრამ ნუ მაპატიე 5000 ქულა რეკორდული ციფრები შენი წლევანდელი, ანუ ახვედი 5000 ქულა და 4000 მოხსნა. იცით რამდენია ხალხო? 4000 მოხსნა სააკაშვილს არ ქონია რომ მოვიდა ხელისუფლებაში.
აი, ადამიანმა მოხსნა. რამდენჯერ გაგიკეთებია ორმაგი და სამაგი დუბლი? სამაგი არა, ორმაგი ბევრჯერ. ორმაგი ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ. მე მახსოვს შენი ისენი რო ქონდათ ატლანტაში ფოტოები, დიდად გადიდებული, ფაჩულია და ისე რატო წამოხვედი ატლანტადან მართლა ხა რა ჩემი საქმეა ვერევი რაღაც საქმეებში, მაგრამ რატო წამოხვედი? არა, კარგი კითხვა. თავისუფალი აგენტი ვიყავი და შემოთავაზება მქონდა რამოდენი. ანუ მილუოკი უფასოდ დაგითრია. კი, ანუ უფასოდ იქ არ არის ესეთ ანუ ფეხბურთის ვარიანტი არ არის? ფეხბურთის არა, რომ მოთამაშეს იყიდი და ასე შემდეგ. ასე რომ თავისუფალი ვიყავ და ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ წასულიყო. ჩვენ ძველი კლუბი იყო მაინც, ხო? რაღაც მიზეზი მქონდა, ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო, რომ ის მწვრთნელი, რომელიც ატლანტაში ამ 8 წლის განმავლობაში მყავდა, გადავიდა მილუოკიში. აჰა. ასე ვთქვათ, თავის სურვილიც იყო და ჩემიც აგრეთვე რომ მასთან მეთამაშა ისო. კარგია, მე წარმატებას ვისურვებ და მომავალ წელს მე დარწმუნებული ვარ, რომ პლეი-ოფში უნდა მოხვდეთ აუცილებლად. ზაზა ფაჩულია პლეი-ოფის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია. ფეხი რა ზომა გაქვს? ფეხი მაქვს 50. რამდენი? 50. მე მაქვს 44. გუფი შენ თუ 44 გაქვს, მე უნდა მქონდეს 50. კი, 44. შენ რა ზომა გაქვს გუფი? 41. 41. მოგვიგო? არა მოგვიგო 41 ჩვენ ქვეყანაში ყველაფერს უგებს 50-საც 44-საც და 57-საც თუ გინდა რომ იცოდე კარგი ფედერაციაში აი მე რა მაინტერესებს კალათბურთის ფედერაციაში ვის ეხება აი ეს სპორტულ დარბაზებში დახაზვა მოედნის იქ ცენტრი დაუშვათ სამქულიანი პერიმეტრი რაღაც ხო არიცი შემთხვევით ვის ეხება არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ფედერაცია შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ანუ ფედერაციას უნდა მიუმართო ხო ძალიან მინდა ჩემთან ბინაში რომ სამწამიანი დამიხაზონ რომ ჩემი სიდედრი იქ ვერ შემოვიდეს და გავზარდოთ მაშინ ეს სამწამიანი. არა, 3 წამი იყოს. კი, ერთხელ, ორჯერ, მესამეჯერ მობეზრდება და წავა 9 წამით. 24 წამში იწურება, ხო? 24 წამში იწურება. სროლის უფლება აღარ გაქვს და მე შეუტევ. მე შეუტევ. ზაზა, მინდა შეგეკითხო, მართლა მაინტერესებს, შენ თქვის არ იყოს პირველად ხარ და ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა ჩვენ გადაცემაში. აი ბოლო ვარ გეუბნები და ბოლო ხარ რატომ წევრი გასო რატომ ქართველებიდან კაი აწი დავიწყებ სხვა ეროვნების ხალხის მოყვანას ჩამომიყვანე ლებრონ ჯეიმსი მოსულა ცოტა რთული საკითხია კარგი ვის გულშემატკივრობ შენ აი სანამ წახვიდოდი NBA-ში ხო აი ვინ იყო შენი საყვარელი კლუბი კალათბურთელი ჩიკაგოს და მაიკლ ჯორდანი და ჩიკაგო ბულს კი ერთნაირი გემოვნება გვაქვს ჩვენ ძალიან მიხარია რომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ძალიან მწყინს რომ შენ NBA-ში კარიერა აიწყე და მე ვერა. მინდა რომ მე და შენ ვითამაშოთ. შეხედე, აი აქ არის on ცეკვაში ვერ შეგიძლია. არა, რანაირი ცეკვა, კალათბურთი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ფურცელი მაქვს აგერ. ეს არის ჩემი სცენარისტების ნაბოდვარი. და დაწუნებული ხუმრობები. ეს ახლა ჩვენ დავგუჭოთ, ბურთებად გადავაქციოთ და ვისროლოთ. დავდგათ იქ კალათი, ეგრეთ წოდებული, მოვზომოთ ადგილი, პირველ ხუთს შენისვრი, კალათში, მეორე ხუთს მე ვისვრი და ვინმე ჩააგდებს. აი. მოსულა? მოიცა 1 2 3 4 5 ეს ჯერ შენესროლ თუ. არა, ჯერ შემიძლია ესროლო. ეს ის არის. კარგი. აგერ ნახე აი ეს კალათი მობზაით ბატონო ზაზა აი აქ დადექი და 5 ისროლე 1 2 არა 3 2 ოხ მაგრამ სულ ახლოს იყო რა სულ ახლოს იყო
ორი ქულა. არა უშავს. დაბრძანდით. ეხლა ვისვრი მე? სად მიგაქ ეგ ფარი? დამიკუჭე რა. მოვიგო მე, ხო? საზა დამიკუჭე ხოლმე და პასი მომეცი რა. ცოტა უკან დაიწიე. აქიდექი შენ. არა, ცოტა უკან დაიწიე. აუ რა ჟილკა რა. აუ რა ჟილკა. ახლა მაინც იწავიდა. უკან, აი ხარ, აი ეგრე. ნახე კიდე. ვიგებ ამტავას, ვიგებ. ნახე, ანჩო. სად მიდიხარ, სად? ვაიმე. სამში ერთი. ჯერ ორში ერთია. სამში ერთი. ორში ერთია ჯერ. ერთი ფურცელი დამჭა. საწაიგე მოტეხე არა ფურცელი. ის რომ. მოტეხა ფურცელი. აგი ხო, აა. ეს ათანები. აი დაიძაბა სიტუაცია. არა, აშკარად სახში თამაშობ, მართლა არავინ არ. სამი უკვე ჩავაგდე, მოგებული ვარ და ამას რაღა აზრი აქვს. კარგი. რაც თავარია ზაზა, შენ ყველაზე მნიშვნელოვან ქულებს აგროვებ იქ, სადაც საჭიროა და მთელი საქართველოს შენი ფანები ვართ. ძალიან ეს არ შეიძლება ხა შენ სახში თამაშობ, ეხლა შენ გასვლაზე უნდა წამოხვიდე. ამერიკაში. არ სპორტის სასახლეში. სპორტის სასახლეში მოვიდე. კარგი. ეგ ვითამაშე. არა, ამერიკაში მე წამოვალ და სპორტის სასახლეში სოსოს გამოვუშვებ. მე მგონი ასე ჯობია, თან არ არის ნამყოფი. მოკლედ, ზაზა, მართლა ყველაზე მთავარი ქულები შენ სხვაგან გაქვს ჩასაგდები და ჩაგდებული გაქვს უკვე ძალიან ბევრი და კიდე ძალიან ბევრს ჩააგდებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენო დღეს მობრძანებისთვის, მართლა ქართველებისთვის, საქართველოს ყველა სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუდიის, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავი დღეს და მე გისურვებ წარმატებებს კლუბში, ნაკრებში, ცხოვრებაში და აბსოლუტურად ყველგან, რასაც კი გაეკარები და რასაც ხელს მოკიდებ, ყველგან გისურვებ წარმატებას. ძალიან მაგარი კაცი ხარ. ზაზა ფაჩულია, დიდი მადლობა.